მე ნათია ვარ ჯამთერი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული ვარ განთავისუფლებული დოგორი მოგორები ჩიპემებისა და დისტრუქციული პროგრამებისაგან ზაპრეშაევს ეხნა მინია დისტრუქციობას ნეგატივობას ექსპერიმენტაობას მანიპულატორობას ზაპრეშაევს ეხ სკანიროვანიებას კაპიროვანიებას ზაპრეშაევს ეხ ეხლა რა მინდა ვთქვა მაგალითად ეხლა მე ვარ ბიოსისტემა ხო მე მაქვს ჩემი სახე ინდივიდუალური სახე ხო ჩემი სურათი ჩემს სურს აქვს თავისი სახე თავისი ფორმა თავისი ტონკიტერებს ბაშწებს ასტრაწერებს აქვს თავისი სახე თავისი ფორმა თავისი ასე ვთქვათ თავისი ვიდი აქვს კაცო ფერებიც კიდე სხვადასხვა აქვს ჩაკრებს ტონკიტერებს ბაშიწერებს ასტრაწერებს წითელი ფერი აქვს პირველ ჩაკრას მეორე ჩაკრას რამფერია ვარდისფერია თუ რამფერია მეორე ჩაკრას ხო ვარდისფერი ლურჯი მწვანე პორტოხლისფერი იასამნისფერი ცისფერი თეთრი ფოსფორისფერი პორტოხლისფერი ანუ ცისარტყელას 7 რადუჟნი 7 რადუჟნი სონიჩნი ისენი აქვს ფერები აქვს ჩვენ ჩაკრებს სხეულის ჩაკრებს სულიერ ჩაკრებს ბიოველებს თუ რამე გტკივა ან დისტრუქციული პროგრამა ან სხვა სუშისტო რაღაცა იმათ თავიანთი ფერები აქვთ შავი ყავისფერი და თავიანთი რაღაცა მასკაგალაგრამული ფერები აქვთ ფანტომური რა სხვადასხვა ფერები აქვთ პროგრამული სხვადასხვა ფერები აქვთ ეხლა უყურე რა მინდა ვთქვა მე ვარ მაგალითად ჩემს DNK-ს არის მაგალითად როგორც ეხლა ექიმები ამბობენ პირველი დადებითი პირველი უარყოფითი თუ მეორე დადებითი თუ მეორე თუ მესამე მეოთხე მეხუთე თუ რა ვიცი ეხლა რაც არის ეს სისხლის ანალიზები მე სხვანაირი სისხლი მაქვს სხვანაირი DNK მაქვს იმათაც კიდე თავიანთი ფორმულები აქვთ თავიანთი შემადგენლობა აქვს ხო თავიანთი ჩემს ბიოსისტემა სხვანაირი ინდივიდუალური სისხლი სხვანაირი მაქვს და გენები სხვანაირი მაქვს და მე ვატრანსფორმირებ მაგალითად ჩემს სისხლს ჩემს ენერგიებს ჩემი ხასიათების და მიხედვით ჩემი ემოციების და მიხედვით ჩემი რა მაინტერესებს მისწრაფებების და მიხედვით ჩემი ნიჭების და მიხედვით ჩემი განათლებების და მიხედვით ჩემი შრომის და მიხედვით ხო ელემენტარული ეხლა და მაქვს ჩემი ინდივიდუალური სახე ჩემი ანაბეჭდებიც კიდე ინდივიდუალურია ჩემი ანაბეჭდები ინდივიდუალურია ჩემი ხმა ინდივიდუალურია ხო შემიძლია ეხლა გავაჯავრო ვიღაცა რაღაცა მიბაძო რაღაცა პაროდია რაღაცა გავაკეთო, მაგრამ მე ხო ინდივიდუალური მაქვს, ყველაფერი ფიზიკურად. ეხლა უყურე ჩემი ჩაკრებიც კიდე ინდივიდუალური, ჩემი ენერგიები ინდივიდუალურია. სხვანაირია. მე სხვა ენერგიები მაქვს. დაუშვათ, ჩემ ოჯახის წევრებს სხვა ენერგიები მაქვს. სხვადასხვა ენერგიები აქვთ. ჩემ ჩაკრებსაც კიდე თავისი სახე აქვს და თავისი ენერგიები აქვთ. ეხლა უყურე, სულებს კიდე პლაზმოიდური სუშისტოები თავიანთი ინდივიდუალური ფერი აქვთ ინდივიდუალური სახე აქვთ ინდივიდუალური კოდი აქვთ ინდივიდუალური ფორმულა აქვთ ინდივიდუალური შიფრები აქვთ ინდივიდუალური რენკ აქვთ ინდივიდუალური DNK აქვთ და სულებსაც კიდე და ინდივიდუალური გერცები აქვთ მაღალ ვიბრაციული გერცებია თუ მინუს პოლოსოვანი დაბალ ვიბრაციული გერცები აქვს ხო ეს ყველა საზნანიას ცოცხალ საზნანიას აქვს ასეთი ინდივიდუალური ყველაფერი აი მე ერთ ადამიანს რამდენი რამე მაქვს სხვადასხვანაირი და თან ინდივიდუალური
შეხედე სხვა ადამიანს იგივე დავიღოთ ჩემს სისხლის ნათესავს ის თავისებური სახე აქვს თავისებური გენები აქვს თავისებური ფორმა აქვს სქელია გამხდარია თუ თავისებური ხმა აქვს და იმის სულსაც და იმის ჩაკრებსაც კიდე და იმისაც ენერგიასაც კიდე ხასიათებიც თავისებური აქვს და ინდივიდუალურია სხვადასხვანაირი ფერებია და იმის სულსაც თავისი სახე აქვს თავისი სისტემა აქვს თავისებური სტრუქტურა აქვს საითკენ მივდივარ ახლა როდესაც უნდა ადამიანმა თავისი ახლა მე მინდა ჩემი თავი მაგალითად ფიზიკურადაც დავიცვა და სულიერადაც დავიცვა ხო ფიზიკურადაც რომ მინდა რომ დავიცვა ჩემი თავი მაგალითად ჩემ სურათის გარშემო ლამაზად ვხატავ ან დადეკაიდერს ან ტეტრაიდერს ან ლამაზ ცისარტყელას სფეროებს ავხატავ ჩემი სურათის გარშემო ეს ფიზიკურად სულიერად მინდა ეხლა ჩემი თავი დავიცვა ხო ჩემი თავის იმას მაგალითად ჩემთვის დავხატავ ლამაზ ჩაკრების რაღაცა წერტილებს რაღაცა და ამ ჩაკრების გარშემო დავხატავ მაგალითად იგივე ლამაზ სფეროებს ლამაზ დადეკაიდერს ლამაზ ტეტრაიდერებს და მეკრაბებს ლამაზ მეკრაბებს ხო ეხლა გონებრივად და სულიერად დენკურად მინდა ხო დავიცვა ჩემი თავი ხო იგივე რაღაცა ელემენტარულ სურათს ავიღებ მაგალითად გულის სისტემა გუჭგუჭის სისტემა ყველაფერი ერთად წერტილებით დნკ-ებით ეს სურათი მიდევს მე YouTube-ზე და ასე ვთქვათ ჩემ სურათებთან ერთად ჩავდებ ამას რომ ვითომ მე ამ სურათით ჩემ ბიოსისტემასაც ვიცავ და სულიერ სისტემასაც ვიცავ ხო ეხლა უყურებ ჩემს სულ სხვანაირი სახე აქვს სხვანაირი სისტემა აქვს ჩემი სული მფარველობს ჩემს ბიოსისტემას ამ დროს ჩემ კურატორებს სხვადასხვანაირი ენერგიები აქვს სხვადასხვანაირი ის აქვს პასუხისმგებლობა სხვადასხვანაირი სახე აქვს სხვადასხვანაირი ფორმა აქვს ხო მე ვთქვი ეს რომ რა ქვია ადამიანმა უნდა ილოცოს არამატო თავის სულზე არამედ თავის წმინდა ჭეშმარიტ ვიშესვეტრიე სირებზე ვიშესვეტრიე კურატორებზე ხანდახან ისეა გამწარებული ადამიანი რაღაცა როსტკივა რაღაცაზე როა გაბრაზებული რომ უკაცრავად ხანდახან და კურატორები არა მაგრამ კურატორების გარეშე და ვიშესვეტრიე სირების გარეშე ძნელია ცხოვრება რწმენის გარეშე ძალიან ძნელია ცხოვრება და წმენა არის ადამიანისა და სულის პირველი წამალი. მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს რა სწამს. მე საითკენ მივდივარ ახლა. ანგელოზები რა არიან? ანგელოზებს აქვს სხვადასხვანაირი გერცები, სხვადასხვანაირი ვიბრაციები, სხვადასხვანაირი სისტემები, სხვადასხვანაირი სტრუქტურები არიან, წელი ანგელოზები არიან, ზაშიტნი ანგელოზები, ხრანიწელები არიან. სხვადასხვა ენერგიების მატარებლები არიან და სხვადასხვა სტრუქტურების და სხვადასხვა ნიჭების მატარებლები არიან. ხო. ეხლა დაუშვათ ანგელოზებს აქვს 3 ფრთა, 5 ფრთა, 2 ფრთა, 6 ფრთა, კერუბიმებს, სერაფიმებს, ხო? სხვადასხვა ფორმებში არიან, ხო? აქვთ ზაშიტები, აქვთ თავიანთი მერმიჟმერიები, თავიანთი სამყაროები, ხო, ელემენტარული. ეხლა მე ნიშნიემირებზე არ მინდა ვილაპარაკო და არ მინდა შევეხო დღეს ნიშნიემირებზე, ისედაც დილის 7 საათია და დილის 7 საათზე ვწერ ამ რაღაცა მომაგონდა, ტვინი გამეხსნა, ტვინის უჯრედები, ნაჭუჭები, რაღაცა ინფოპაკეტი და რაღაცა მინდა ვილაპარაკო ჩემთვის. ხო და ეხლა შეხედეთ მე რა მინდა ვთქვა, როდესაც ადამიანი სახში ხმარობს ანგელოზების სურათებს, ანგელოზი შეიძლება იყოს რა ქვია, ჩვენი სურათების ბიოსისტემებისა და
სულიერი სურათები ზოგი ხედავს თავის სურს, ზოგიერთი რეგრესოლოგი და რა ქვია, ტელეპათი მაგალითად ხედავს თავის სურს, რა ფორმისაა, გრედიენტია, პლაზმოიდია, ესეთია, ისეთია, ზალოტნია, ზალატოი ფერი აქვს, ცისფერი ფერი აქვს, ლურჯი ფერი აქვს, მწვანე ფერი აქვს, თუ პორტოხლის ფერი აქვს, რა ფერი აქვს, ხედავს თავის სურს და მაგალითად ხატავენ თავიანთ სულებს ზოგადი ფორმებით ხატავენ, როგორც ხედავენ, კოდებს ხედავენ, შიფრებს ხედავენ, წიგნებს ხედავენ, იმპლანტებს ხედავენ ასტრალურად, ტელეპათიურად. ხო, ну ამ სამყაროში ხლა ჩვენ ბიოსისტემები ვერ აგვზნობთ, მაგრამ სულიერ სამყაროში არსებობს ყველაფერი. ხო, ჩვენთან მატერიალური თვითფრინავები არსებობს, იქ ენერგო თვითფრინავები არსებობს და ენერგო გემები და ენერგო თეფშები არსებობს. კოსმოკოსტუმები ჩვენთან სხვანაირია, იქ სხვანაირია კოსმოკოსტუმები. ხო, ეხლა ენერგო კოსტუმები სხვანაირია. ეხლა საერთოდ და ხედავენ კაცო თავის სურს, რაც ვია თავის სურს, იმასაც ხედავენ. მე მაგალითად ვცდილობ ხოლმე, რომ როგორც ენერგიებზე ჩემ ჩაკრებს ჩავაცვა ზალატოი ულტრაფიოლეტოვი ჩასაცმელი, რადუჟნი ბერიე ჩასაცმელი, ესევე ჩემს სურს ჩავაცვა და ვიძახი ხოლმე, რომ სულიერი ჩასაცმელი, ფიზიკური ჩასაცმელი, ჩაკრების ჩასაცმელი, ხესაცმელი, ფეხსაცმელი დეზინფიცირდება. ვითომ პერჩატკები მაქვს ხელზე გაკეთებული ენერგო პერჩატკები, ვერ ვითომ ამ პერჩატკებს მოვიხსნიან, დეზინფიცირდება ის ჩემი ხელთათმანები, პერჩატკები, ცეცხლის ზალით, წლის ზალით, ჰაერის ზალით. ხო, გრძელი თმები მაქვს, პატარა თმები მაქვს, თუ თმები აწეული მაქვს, თუ ვითომ კაცი ვარ, ხან ვითომ ანუ ორივე ენერგიების მატარებელი ვარ. კაცქალაკი არა და ნორმალურად სურს აქვს კაცის ენერგიაც, ქალის ენერგიაც. ქალის ენერგიაც, კაცის ენერგიაც. всё. ეს გავიგეთ რაც არის. ეხლა ეს სული ამ აპლაშენიაში ხო მე ვარ ნათია ვარ. და წინა აპლაშენიაში ხო სხვა რაღაცა იყო, არა, სხვა ვიღაცა იყო. მაგალითად საზოზდიების აპლაშენიაში სხვა ვიღაცა იყო, სხვანაირად გაიარა. მაგალითად უროკები, გაკვეთილები. ხო, ამ აპლაშენიაში ესე გადის უროკებს, გაკვეთილებს, ხო? ეს ჩემი სულის ჩისტოტა. ხო, ეხლა რა მინდა ვთქვა, ეს ჩემი სულის ჩისტოტა მაგალითად გამოიყურება სხვანაირად. უფრო ლამაზია შეიძლება, უფრო ძლიერია შეიძლება, უფრო თეთრია, ფითქინა, ну, სულები საერთოდ თეთრები და ფითქინები არიან. ხო, ну, ეხლა ესეთია და თავიანთი ფერები აქვს, თავიანთი ჩასაცმელები აქვს, თავიანთი დასწრები, თავიანთი ინსტრუმენტები და ყველაფერი. მე საერთოდ, რა ქვია, საზოგადოებაში რომ მუშაობ, რომ გავდივარ სამსახურში, გარეთ, ქუჩაში, მე ყველა ადამიანს უყურებ აი ჩერეზ ფილტრებით რა. ჩერეზ რადუჟნი ფილტრებით, სისარტყელას ფილტრები, ვითომ ჩემს გარშემო მაცვია ბიოვერი ბიოპოლი ზაშიტულია სისარტყელას სფეროებში ვარ, სისარტყელას ფილტრებში ვარ. და ადამიანს ჯერ ერთი ყველას ვერიდები თვალებში შევხედავ, თუ შევხედავ ადამიანს თვალებში ვუყურებ ადამიანს ჩერეზ აბსოლუტის რადუჟნი ფილტრებით. რადუჟნი ეკრანებით. ну, რადუჟნი ეკრანები ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ რადუჟნის სკანერებით რა, დისტანციონა, რაც არ უნდა ახლოს ვიყო ადამიანი, ვცდილობ რომ ვითომ შორსა ვარ, დისტანციონა, რომ იმისგან რაღაცა ეხლა, რაღაცა დისტრუქციული პროგრამები არ გადმომედოს და თავის ტკივილები არ დამეწყოს მერე. ხო, ესე, ეხლა უყურე რა ხდება. სად მინდა წავიდეს, ესეა ყველა ადამიანი, ესე ფიზიკურად სხვას გავს ადამიანი, სულიერად შეიძლება უფრო ლამაზი იყოს, უფრო დიდი იყოს, უფრო მაღალი იყოს, ფრთები კონდეს. ხო, აბა ჩვენ ყველა სულებს ფრთები გვაქვს. ეხლა რა მინდა ვთქვა, ხო, რა მინდა ვთქვა, ნივთები გვაქვს კიდე. დანა, თუ უნდა დანას წარმოიდგენს ადამიანი დანას, უნდა თქვას ეს დანა ფუნქციონირებს ჩემთვის სასარგებლოდ.
ბეზრედა ჩემთვის დისტრუქციული დანები, ჩუჟიე იარაღები, ჩუჟიე ბომბები, მაიჭკები, ნეგატივები, ჩუჟიე მოტოები, ტელეფონები, რაღაცები, ეს ასტრალებში არსებობს პარალელ მირებში. როგორც ჩვენ აგვაქვს რა ქვია, რა ქვია, ტელეფონი, ისე ჩვენ ტონკი წერებს ბაჟწებზე კოპიას ტონკი კოპიებს აქვთ ასტრალურად პარალელ მირებში ტელეფონიც აქვთ, საჭმელიც აქვთ, ლოგინიც აქვთ, იმიტომ უნდა თქვას ადამიანმა დეზინფიცირებდება ჩემი ლოგინი. ფიზიკური სულიერი ლოგინი. დაიძინებს ხო, დაიძინებს ჩემი საბანი დეზინფიცირებდება, ბერი ძალატე ულტრაფიოლეტოვი პატოკებით. ჩემი Да, вещи светлее, сахайта залепсила моего намерения. Все, новые правила вступили в силу, как сказала, так и стало. Ეხლა, ამას თავი დავანებოთ, ეს მე ვილაპარაკი ამ თემაზე, ვინც მისმენდა გაიგებდა, მე სხვა რაღაცისაკენ მივდივარ. ეხლა, მაგალითად, უკაცრავად, ეხლა აქ არ მინდა ვილაპარაკო, ესეა ყველა ცოცხალი ადამიანი. და რა მინდა ვთქვა, რომ ხო, აი მაგალითად ეხლა რა არის ანგელოზების სურათები, ხო, რა არის ანგელოზების სურათები? ანგელოზების სურათები არის ან ლამაზი მტრედი, ან ლამაზი ფრთიანი რაღაცა არსება, რომელსაც მისცეს რაღაცა სახე, რომელსაც აქვს ფრთები, რაღაცა და ეს არის ანგელოზების სურათი. არის ან კაცი, ან ქალი, ან შეგვიძლია ჩვენ ყველამ დავხატოთ რაღაცა ანგელოზი და ჩვენი ფიქრებით ეს სურათი იყოს ანგელოზი. всё. ეხლა ანგელოზების დახატვა იოლია. ეხლა სხვადასხვა ცივილიზაციები როგორ დახატეს, დაინახეს და დახატეს. როგორ დაინახეს და როგორ დახატეს და რა ვიცი, ეხლა გაიხსნათ ეს ტელეპათიური ნიჭები და ეს მე ვარ, მე ესეთი ვარ და დახატეს. ყველა თავის სულს ხატავს უკვე. ხო, აი ესე არის, დაინახეს თავიანთი სული და მე ესეთი ვარ. всё, я ეს то, что я ეს, რა ლამაზი ვარ, ზოგმა გვირგვინები დაიდგა თავის სურათზე, ზოგმა ყვავილები დაიდგა, ზოგმა კაი ბუნებაში ავიტომ, ზოგი ჩანჩქერებში ავიტომ და ესე ზოგი ნეიროგრაფები რაღაცა წრეებს ახატავს და ენერგიებით ცდილობს ნეიროგრაფიული ხატვით ცდილობს გადაატრანსფორმიროს, ასე ვთქვათ, თავისი კარმიჩისკიული უზრები გამოასწოროს შეცდომები. ეხლა და იმაღლოს ვიბრაციები. ეხლა საითკენ მივდივარ და დავუშვათ ეს სურათი, მაგალითად წინაპრების სურათი. დავუშვათ ავიღოთ ილია ჭავჭავაძის სურათი. ილია ჭავჭავაძე ეს იყო ფიზიკურად იყო ეს კაცი, კი, და ფიზიკურად იმის სურათი დარჩა, მაგრამ სულიერად როგორია ეს კაცი, ხო, არ იცის არავინ. და ეს ფიზიკურად ეს კაცი კი ხო გარდაცვლილია, ის ბიორობოტი აღარ არსებობს. სულიერად ვერიციან რა არის მაგალითად ილია ჭავჭავაძე, ვერიციან როგორია მაგალითად მწერლები, ფიზიკურად ხო რაღაცა წარმოიდგინეს, იციან რომ ესეთია დაახლოებით. იყო, მაგრამ ვერიციან როგორი იყო ეს კაცი სულიერად, რა იყო, ვინ იყო, არ იციან, всё. ეხლა დავუშვათ, ავიღოთ ღვთისმშობელი. ღვთისმშობელს დიდება, მე ძალიან მიყვარს ღვთისმშობელი და ღვთისმშობელს ძალიან კაი ენერგიები აქვს და ღვთისმშობელი ძალიან ბევრჯერ დამეხმარა მე. საერთოდ, როდესაც ძალიან დიდი თავის ტკივილები მაქვს ხოლმე, ქალური ენერგიები, ძალიან კაი ქალური სათნო ენერგიები აქვს ღვთისმშობელს. ხო, დავუშვათ, ეხლა ავიღოთ ღვთისმშობელი ეს ფიზიკურად იციან, რაც იყო რაღაცა დაახლოებით, გადმოცემით, რომ ლამაზი ქალი რაღაცა, მაგრამ სულიერად ხო არ იციან ღვთისმშობელი, ვინ არის, რა არის, როგორია, რა ცივილიზაცია, ხო არ იციან. ხო, არ იციან, ესეთი არის იესო ქრისტეც.
იესო ქრისტე ახლა დროებით ბიობოტური სურათი დადეს, რომელიც აღარ არის, გარდაიცვალა დიდი ხანია, მაგრამ იესო ქრისტე სულიერად როგორია, რანაირია არიციან, ხო? რა ცივილიზაცია არიციან, ზიმნოის სუშისტვა, პლაზმოიდური სუშისტვა, თუ როგორი სუშისტვა, ეს ვერ გამოსახეს, მაგრამ ფიზიკურად ეს რო იყო, გამოსახეს და всё ესეთი იყო. ეხლა უყურე ის ბიობოტური სურათები, იცი რა არის, ცოტა არ იყოს აღარ არიან ეს არ არის ეს ბიობოტური სურათების განდიდება, რა ის მოკვდა უკვე ის მიწამ შეჭამა ის უკვე ბიობოტები შეჭამეს კი დაახლოებით ესეთი იყო იესო ქრისტე, მაგრამ როგორ სულიერად როგორი იყო მე ნათია ვარ კი ეხლა დაუშვათ ესეთი ვარ, მაგრამ სულიერად როგორ გამოვისახები ეს არიციან, ხო? ეს არიციან. ანუ რაღაცა გარდაცვლილ ბიობოტურ გენები რაღაცა ფორმა, გენები არა, გენური ფორმა, ბიობოტური გენური ფორმა, დროებითი ბიობოტური გენური ფორმა გამოსახეს, დაარქვეს ამას მარიამი, დაარქვეს ამას იესო, დაარქვეს ამას წმინდანები და ბიობოტურ სურათებს და წმინდანები და ასე ვთქვათ კი იგულისხმება იმაში, რომ ეს იესო ქრისტეა, მაგრამ სულიერად როგორია, მაღალია, დაბალია, ძლიერია, ხო უნდა ეცადოს ადამიანი, რომ დაინახოს, მე იმას კი არ ვიძახი, რომ ესეთ სურათები არ გქონდეთ. გქონდეს რა მნიშვნელობა აქვს სურათი არ გქონდეს, სხვისგან ხელშეუხებელი, არავისგან არ ნაყიდი, შენ თვითონ დახატე და შენ თვითონ ჩაიფიქრე, რომ ვითომ ეს სურათი არის იესო ქრისტე, გინდა ფრთები დაახატე გარშემო, გინდა ყვავილები დაახატე გარშემო, გინდა დადეკაიდერები დაახატე გარშემო, რომ ეს სურათი ვითომ იესო ქრისტეს ძალა და იესო ქრისტე დამეხმარე, ან იესო ქრისტე მომარჩინე, ან არხანგელ მიხაილ, მეტატრონო, ან რაღაცა, ხო, დამეხმარე მომარჩინე, всё. მაგრამ რეალურად იესო ქრისტე როგორია, ძლიერია, რა ფერი აქვს, ყველა სულს აქვს თავისი ფერი. თავისი ცეცხლოვანი ფერი, ლურჯი ცეცხლოვანი, წითელი ცეცხლოვანი, თეთრი ცეცხლოვანი, ულტრაფიოლეტოვი ცეცხლოვანი, ესეთი ფერები ყველა სულს აქვს, ცოტა ყველა სულს აქვს, მაგრამ რა იმასაც ფლობს ადამიანი, მაგალითად რა ენერგიასაც ფლობს ადამიანი, როგორ ენერგია, ყველა ფერს თავისი ენერგია, ყველა ფერს თავისი ახსნა აქვს და როგორ ფერსაც ფლობს ადამიანი, როგორ ენერგიასაც ფლობს ადამიანი, უფრო ისეთი ფერი აქვს, უფრო ისეთი ფერი აქვს. თუ კეთილია ადამიანი, ცოტა თეთრი ფერი აქვს, თუ ბოროტი ადამიანი, ცოტა შავი ფერი აქვს, ხო, ესეთი რაღაცა არის. ეხლა ყურე რა ხდება ეს უნდა შეეცადოს ადამიანმა დაინახოს ეს ფერები, ეს კოდები, ეს შიფრები, ეს ინფოპაკეტები, ეს მატრის მასკარადული ინფოპაკეტები და უნდა თქვას, ჩემთან დისტრუქციული ინფორმაცია არ მოდის, ვერ მოდის, ვანულებ, ვაპატილებ, უკვდება. პოსტა, დისტრუქციული პოსტა, წადი ჩემგან შორს, всё. არ ვიღებ დისტრუქციულ პოსტებს, არ ვიღებ დისტრუქციულ კონტაქტებს, всё. როდესაც ადამიანი ვერ გძნობს ამ დისტრუქციულ პოსტებს და დისტრუქციულ კონტაქტებს და დადის პირღია, რა უყვე ხლა, ჩემ ბრალი არ არის ეგ. რა მინდოდა მეთქვა, ხო? დაარქვეს ამას წმინდანები, ეს ბოტებს, დროებით ბიობოტებში დაიბადნენ წმინდანები, ძლიერი სულები, რომლებმაც დაგვიტოვეს, ასე ვთქვათ, ცოტაოდენი ჭეშმარიტი განათლება, რომლებმაც დაგვიწერეს კაი ლექსები, კაი ისენი, კაი ესენი, კაი ფსალმუნები, კაი რაღაცები, კაი ლოცვები, კაი ცოტა ჭეშმარიტი ახსნა განმარტებები. და ამ დროებით ბიობოტებში
ასე ვთქვათ, დაბადებულ სულები გაფრინდნენ უკვე წავიდნენ თავიანთ სახლებში, თავიანთ სამყაროებში, მაგრამ ამ დროებით ბიობოტურ სურათები დარჩა, რომ ესეთი იყო. ხო, იყო ესეთი, ახლა ამ ბიობოტურ სურათებში იყო ეს, ახლა აღარ არსებობს. ხო, შეიძლება რომ დახატონ იესო ქრისტე სხვანაირად. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ გარდაცვლილი ბოტების უკაცრავად და გარდაცვლილი ის კი იყო იმ სხეულში. მაგრამ წავიდა გაფრინდა, всё. ცივილიზაციებს აქვს სხვადასხვა სახე, სხვადასხვა ენერგიები, სხვადასხვა გიგაბაიტები, სხვადასხვა მეგაბაიტები, სხვადასხვა ფანტომები. აი მე ამისი თქმა მინდა, ახსნა მინდა, მე ნათია არ ეს, მაგრამ ჩემი სული სულ სხვანაირია. რა ქვია, ჩემი მეზობელი, კი ვხედავ რომ ის მეზობელია, გია ქვია, გოჩა ქვია, აზორი ქვია, მაგრამ იმის სული იქნება სულ სხვანაირია. იმის სული სულ სხვანაირია. არ გავს იმის, კი დროები დავიბადეთ ამ სულებში და გავდივართ ვაპლაშენებს, მაგრამ სულებს გვაქვს სხვადასხვანაირი სახე. სხვადასხვანაირი ფერი, სხვადასხვანაირი ხმა, სხვადასხვანაირი ენერგიები, სხვადასხვა კოდებზე ვიცით ლაპარაკი სულებმა. კოდებზე, სხვადასხვა ენებზე, სხვადასხვა კოსმოკოდებზე ვლაპარაკობთ სულები. კოსმოკოდებზე, მეც ვერ ვიგებ ხოლმე ხანდახან ისენი ლაპარაკობენ რეგრესოლოგები კოსმოკოდებზე, მე ვერ ვიგებ. დგება თუთი ყუშივით უსმენ ამათ, კი სიამონებს რომ უსმენ, ჩემი სული იგებს რომ უსმენ ამათ რეგრესოლოგებს, კოდურ ლაპარაკს რომ უსმენ, მე სიამონებს, მე ვერ ვიგებ ვერაფერი აზრი, ცოტა აზრი გამომაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ ჩემ სულს სიამონებს უცბად გავიტრუნები ხოლმე ისე სიამონებს რომ რა ვიცი. კოსმოკოდურ ენებზე ლაპარაკი. აი ეს მინდოდა მეთქვა მე, ამიტომ მე ცოტა არ იყოს ეხლა იესო ქრისტე მიყვარს და ძალიან კაი ენერგიები აქვს იესო ქრისტეს, მაგრამ აი რა ქვია უკაცრავად და ბიობოტური სურათების გარეშე. უბრალოდ დაწერე ქაღალდზე იესო ქრისტე დიდება უფალს, დიდება შენ, ჩასვი ეს ქაღალდი რამე ყვავილში, რამე ლამაზ სფეროში, რამე თუ არ შეგიძლია დახატო, არ შემიძლია მე ახლა წარმოვიდგინე რაღაცა სფერო, გავაფორმე ეს სფერო ლამაზი ყვავილებით გარშემო, შუაში ჩავწერე იესო ქრისტე, მადლობა. всё, იცის იმა იესო ქრისტემ რომ უნდა დამეხმაროს. და არანაირი სახი არ მივეცი მე ამ არც არანაირი ფორმა და არანაირი უბრალოდ ჩავსვი სფეროში. მასე ჩემ სურათებსაც ავსვავ სფეროში, ჩაკრების სურათებსაც ავსვავ სფეროში და ჩემს ასე ვთქვათ სულიერ საზნანიასაც ლამაზ სფეროში, ლამაზი ყვავილებით გარშემო. და ვინახავ ჩემთვის ლამაზად. აი ეს მინდოდა მეთქვა. ეხლა, ტელეპათები ხედავენ იესო ქრისტეს და როგორია და რა არის, არ ვიცი, მაგრამ იძახიან, რომ ცივილია, გრიედიენცია, ანდრომედია თუ არტურიანცია, არ ვიცი, მაგრამ არის ესე, რომ ეს არის ჭეშმარიტი მაღალი ვიშიე სვეტრიე ცივილიზაცია. ესეთი ვიშიე სვეტრიე კოსმო ცივილიზაციები, ძლიერი სულები არიან წმინდანები, რომლებმაც რაღაცეები, ასე ვთქვათ, გვასწავლეს, რომ დავიბადეთ აქ და რომ აღარ გვახსოვდა არაფერი და გავიზარდეთ მარტო მატერიალურ მირებში, ეგ ჩვენი ბრალი კი არ არის, დღესაც ხდება ესე, იბადება ხალხი და გაიზრდება ისე, რომ რო არ ასწავლო ამ ხალხს არაფერი, რა ქვია, რა ეცოდინებათ? ტვინ წაშრილები ვიბადები, ტვინ წაშრილები.
მეხსიერება წაშრები ვიბადებით. როდესაც აქ ჩამოდის სული, ეხლა ჩისტო საზნანიას ახსოვს რაღაცა, მაგრამ როდესაც ვიბადებით, ვიზდებით, ვანვითარებთ ამ ტვის, ხო? ზოგიერი ძლიერი სული ეგრევე, ასე ვთქვათ, იცის იმან კოდები, შიფრები, რაღაცები და ეგრევე ბიოსისტემას ისე მიუდგება, რომ არიან ბავშვი ტელეპათები, ბავშვი ისენი არიან, რომლებმაც უკვე ელაპარაკებიან. კოსმო ენაზე ლაპარაკობენ, კოსმო კოდურ შიფრულ ენაზე ლაპარაკობენ, უკვე ელაპარაკებიან ვიშიე სვეტრიე საზნანიებს. იმათ არა აქვთ მნიშვნელობა გრედიენსებს და ელაპარაკებიან არტურიანცებს და ყველა კოდური ენა ესმით იმათ ტელეპათიურად. შიფრავენ ისინი ტელეპათიურად, სკანერულად შიფრანებენ იმათ ისინი კოდურად ლაპარაკობენ. всё, თავიანთ ცივილიზებულ ენაზე ლაპარაკობენ. კოსმო ცივილიზებულ ენაზე ლაპარაკობენ. აი ეს მინდოდა მეთქვა მე. სანამ დავიბადე გავიზდებით ისა ვიღაცა სულიერი სამყარომ რომ არ აგვიხსნას, ეკი არა სანამ ცეცხლზე ადამიანი ხელს არ დაადებს, ცეცხლი მოსწონს ადამიანს თბება, სანამ ხელს არ დაადებს, სანამ ხელს არ დაიწვავს, სანამ ხელს არ იტკენს, ვერ ისწავლის მორიდებას, ხო ელემენტარული. ეხლა ესია ცოტა არ იყოს ძნელი არის ეს ბიოსისტემის გაღვიძება ძნელია, აღზრდა ძნელია და მით უმეტეს, როდესაც გბლოკავენ, ჩემგან შორს, ჩემ ტრებს, თავიანთ სიბოროტეები უკან, როდესაც იბლოკება ადამიანი ელემენტარული რაღაცეებიდან, მაშინაც ძალიან ძნელია საერთოდ განივითაროს ადამიანმა კოდური მეტყველება, ტელეპათიური მხედველობა და მიხვდეს იმას, რომ ეხლა ბევრი არის, არ მინდა ეხლა რა ქვია, შეურაცხყოფა მივაყენო არავის, მაგრამ ბევრი არის, რომ მამა უყვარდა ძალიან, მამა გარდაეცვალა, დედა გარდაეცვალა და იმათი სურათები სინახავენ. ჯერ ერთი მიცვალებულის სურათის შენახვა არ ვარგა. მე უნდა გაუშვა ეს სული და უნდა უთხრა სვეტრი გზები, მაგრამ თუ არის ესეთი და ვინახავს ადამიანის სურათებს, ხო, უნდა შეინახოს რამე ნაჭრებში გაახვიოს წითელი, ფერადფერადი, თეთრი რაღაცა ისეთ ნაჭრებში, რომ ცალკე ცოცხალი იმებისაგან ცალკე, რომ იქ პარტალები არ გაიხსნას. პარტალები იხსნება უბრალოდ, თორე საშიში კი არ არის. ხო და ეს ბიობოტურ სურათს ინახავს და ამ ბიობოტში რომ სულია იმ სულს როგორი სახია აქ? ხო, ეს სულიერი სახია, აბა დახატონ. ხო, მართალი ვარ, აი. ეხლა მე ბევრი რეგრესოლოგი ხედავს თავის სულს და ხატავს თავის სულიერ სახეს. მეც მინდა დავინახო ჩემი სული და დავხატო ჩემი სულიერი სახე. მე ფერებს ვარჩევ უკვე, მძიმე ენერგიებს ვარჩევ უკვე. რა ქვია, ადამიანი, რა ქვია, რაღაცებს ვარჩევ უკვე, ადამიანის იმას ვარჩევ, აი ბიორობოტების რაღაცა, იცი რა, ხმები, სიგნალები, ვითომ ლაპარაკი, ვითომ, ანუ თავში რას ფიქრობენ ბიორობოტები თავში რას ფიქრობენ, იმასაც კიდე ვარჩევ, ხვდები ელემენტარული მიმიკებითაც კიდე, შორიდანაც კიდე ვხვდები. ეხლა გამომუშავდა მე ეს, თორე ადრე რასაც მეტყოდნენ მჯეროდა, დებილი ვიყავი ადრე. მატყუებდნენ მჯეროდა, სიმართლეს მეტყოდნენ მჯეროდა, ყო ალალი დებილი ვიყავი ადრე. მაგრამ ეხლა უკვე ნელა ვარჩევ რაღაცა. თავის ტვინები მელაპარაკებიან. თავი ადამიანის თავის ტვინების ხმებს ვარჩევთ, ადამიანის თავის ტვინები მელაპარაკებიან. всё. რა ვქნა? მესმის ხმები. მე მეგონა ადრე რომ ეშმაკები და რამდენი ეშმაკებიღა გავყარო მეთქი და მე რეგრესოლოგებმა მითხრეს რომ ეშმაკები არ არის ეს შენ უკვე გეხსნება ეს ტელეპათიური ნიჭები, ტელეპათიური სმენები, ტელეპათიური კოდური რაღაცები და უკვე ჩემი ბიოსისტემა აღიქვავს სხვების ფიქრებს.
სხვების ფიქრებს, სხვების სიგნალებს, სხვების შინაგან ფიქრებს, შინაგან მეტყველება მესმის უკვე. ეს ძალიან ძნელი არის. შეიძლება ადამიანი ამისთვის მზად რო არ არის, გადავიდეს ჭკუიდან და მოილანდოს რაღაცები, ვინმე ლაპარაკება, რამე ლაპარაკება, დისტანციურად, სახში მარტო ვარ და რაღაცა დუდღუნებს. ის თავის თავსელა მე კიდე მესმის. ის თავის თავზე ლაპარაკობენ, მე კიდე მესმის. ხო, სასაცილოა გაეცინება ადამიანს. შეიძლება სულები ერთმანეთსაც ელაპარაკებიან და მე მესმის რაღაცა ხმები, ხო? ესეთი რაღაცეები ხდება. ეს ვიდეო და მე თქვა, ეხლა ცოტა არ იყოს კარგად ვერ ახსენი, თუ კარგად ახსენი, მაგრამ ვიც მიხვდება რა. всё. ანუ ის ილია ჭავჭავაძე იყო, იესო ქრისტე იყო, მარიამი იყო, თუ ღმერთია, თუ რაც არის, თუ როგორიც არის, რა ქვია, არიან ძლიერი სულები. მაგრამ ის დროებითი ბოტური სურათები, ბიობოტური სურათები საჭირო არ არის. შეგვიძლია დავხატოთ ეს ღმერთი იესო ქრისტე და რაღაცა კაი ფრთიანი რაღაცა დადეკაიდერებით, ყვავილებით, ფრთები აქვთ, სულ შეստოებს ფრთები აქვთ, თუ უნდა მექნება ფრთები, თუ არ მინდა არ მექნება ფრთები. თუ მინდა კოსმო ის მეცმება, თუ არ მინდა არ მე. ეს ჩემი ენერგიებია, მე როგორც მინდა ისეთ იმას გამოვიმუშავებ ძალებს. ხო, აი ესეთი ის არის. ესეთი ამბები ხდება სულიერ სამყაროში და სულიერი სამყარო ძალიან საინტერესოა, ასტრალი კოსმოსი ძალიან საინტერესოა და უსურებს ყველას მართლა ასე ვთქვათ ასოზნანიობას და გამოსწორებას. როცა გამოსწორდება ადამიანი და მიხვდება იმას, რომ მე რა ქვია უნდა გამოსწორდე, აი ელემენტაროს რომ მიხვდება, რომ მე უნდა რაღაცა გავაკეთო, ვიბრძოლო ჩემი სულისათვის, ვიბრძოლო, ჩემი სული არავის არ უნდა დავაჩაგრინო, ჩემი კარმები უნდა მოვიშორო, მაგ არა მაგ არ მაინტერესებს, დაგაორები უნდა მოვიშორო, აბრუნავი დაგაორებს, აბრუნავი დისტრუქციული პროგრამებს, აბრუნავი დაგაორებს, აბრუნავი დისტრუქციული პროგრამებს. აი მე ნელა ძნელია. ნელა ადამიანს გაიხსნება რაღაცა ნიჭები და ძალიან საინტერესოა. ეხლავე უნდა მოასწროს ადამიანმა ნიჭების ასე ვთქვათ სწავლება. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, ეს ეხლა ბევრი საზოგადოება, ხო, ბევრი საზოგადოება წარმოიდგინე რამდენი სისტემა დადის. ბიობოტური სისტემებიც არ კედადიან, ჩაკრული სისტემებთან ერთად და სულიერ სისტემებთან ერთად. ხედავთ რა ხდება, იმიტომ ადამიანი უნდა მოერიდოს ყოველ დღე, ასე ვთქვათ, სოციუმთან ურთიერთობას და თუ აქ ადამიანს ყოველ დღე სოციუმთან ურთიერთობა, ხო, უნდა თქვას, რომ დისტანციურად არ ვეხები შენ გრანიცებს, არ შეეხო ჩემ გრანიცებს. всё. როდესაც ადამიანთან ხდება ურთიერთობები, აქ ხდება რაღაცა პარტალების ტელეპათიურად, ეხლა სულები რაღაცა ან ხედავენ ერთმანეთს, ან ვერ ხედავენ ერთმანეთს. არის ეხლა ადამიანი როგორ უროვნებზია, ხო, დამოკიდებულია იმაზე, ხო? სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ხო, ბევრი სული თუ ასე ვთქვათ, ღმერთმა ყველა საშოროს ჩაკეტილია, ვერ ხედავენ ერთმანეთს. თუ ჩაკეტილი არ არის სული, დაბლოკილი არ არის სული, ხედავენ ერთმანეთს. თუ დისტრუქციულ კონსტრუქციებში არ არის სული, ხედავს სამსამყაროს სხვანაირად, თუ დისტრუქციულ კონსტრუქციებშია სული, ვერ ხედავს სამსამყაროს ფერებში, ვერ ახედავს, ხედავს მარტო მატერიალურ მირებში. ეხლა უყურე რა ხდება, ამიტომ ადამიანმა თავისი თავი უნდა თავისუფლოს დისტრუქციული კონსტრუქციებიდან ჯერ პირველ რიგში. ეს მაგია, წყევლა, პრივასკებია, პრისოსკებია, დაგაორებია, რადავე პრაკატიებია თუ რაც არის, უნდა ნელა უნდა თქვას, რომ აბრუნავ, ზაპრეშავი ზეღნამინას რო ეხაფლოყავია და ვუბრძანებ ყველას, რომ გაანულოთ, გააპათილო ჩემზე, ჩემსა ყველას არის დისტრუქციები. ვი ჩემი და ვი შეესვეთ რესრები სახელით და ძალებით. всё. აი ესე უნდა თქვას სულმა. თქვას სულმა კი არა, ბიოსისტემა უნდა დაეხმაროს სულს, ხალხო, ბიოსისტემა უნდა დაეხმაროს სულს.
ღმერთი ვერ დაგეხმარებათ თუ თქვენ თვითონ თქვენ სულს არ დაეხმარეთ. როდესაც ბიოსისტემა დაიწყებთ თქვენი სულის, ასე ვთქვათ, დახმარებას, სულის დაგეხმარება და ვის შეესვეთრიესირების დაგეხმარებიან და ენერგიების დაიწყებენ თავისუფლად მოძრაობას. კი ეხლა ადამიანი ლოცულობს, ლოცვა ყველა ენაზეა, მუსლიმანურათაცაა, ქართულათაცაა, რუსულათაცაა, კათოლიკურათაცაა, ქრისტიანულათაცაა, აღარ მინდა ამ თემებზე ლაპარაკი დავიწყო, მაგრამ ამ ლოცვებში ცოტა სხვანაირად წერია ლოცვები. ძალიან სხვანაირად წერია ლოცვები. ხო, და ცოტა უნდა გამოცოცხლდეს ადამიანი და უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, ცოტა სხვანაირად გადატრანსფორმირავდეს ეს ლოცვები. ჩემთვის ვაბლაგა, ყველასთვის ვაბლაგა. ხო, აი ეს მინდოდა მეთქვა.